რა უნდა გააკეთოს ახლებმა თუ ლელომ თუ გახარიამ რომ მიხვდეთ რომ ეს ხალხი ვერ არიან დაალაგებულები უბრალოდ საბოლოო ჯამში. აი კიდე რა უნდა იყოს, რამდენი გეგმა უნდა იყოს, რამდენი ბრძოლის ფაზა უნდა იყოს, რამდენი გადამწყვეტი მომენტი. ხო, არის რაღაც ზღვარი და ამიტომ ამორჩევის ნაწილი, რომელიც უფრო კრიტიკულად მოაზროვნეა, გაიხედ, გამოიხედოს, დამშვიდეს, გაწყვეტილება მიიღოს, დაფიქრდეს ზოგადად. აი ამ ამორჩევის იმედად ვარ. თუ აღმოჩნდა რომ ეს ხალხი რა ვიცი 10-15%-ია, ჩვენ ამ ხალხს ვიპოვით. მე იმიტომაც ფოკუსი მაქვს გადატანილი ამ ოპოზიციაზე, რომ ისინი ფეხში გვესვრიან. ხვდებით, ჩვენ სხვა ქვეყანა გვინდა. ჩვენ არ გვინდა აი ეს ქართული ოცნების ამარზენი სიტუაცია. მაგრამ აი ამ ქართულ ოცნებას დიდი რესურსი აქვს და ისო დავამარცხოთ, აქეთაც დიდი რესურსი გჭირდება. და მე ხალხი ფეხებში მესვრის ფაქტობრივად, მე მებრძვის. ამიტომ ესენი არ მაწყობს, ესენი ხელს მიშლიან რა და ხელს მიშლიან, ჯერ მაგათ უნდა მოუარო, ეს მოვიშორო ეს ხალხი. ჩემით გავძლიერე და მე მივხედო ქართულ ოცნებას. ეს არის იდეა. სანამ აქეთ ოპოზიციურ ფლანგზე არაფერი არ დაალაგდება, რაღაც ადეკვატურობა არ გამოჩნდება და ამორჩევის კრიტიკული მასა უბრალოდ არ იტყვის რომ აი მეყოფა ეს ცირკი, ეს კლოუნადა მეყოფა და მოდი ახლა მართლა საქმეს მივხედოთ ქვეყანა შევცვალოთ. სანამ ეს არ მოხდება, არც არაფერი არ შეიძლება და ქართულ ოცნებას არაფერი არ ემუქრება. ამიტომ ვინც 4-5-9-25-ის ამორჩეველი იყო და დღემდე, ასე ვთქვათ, არ შეუძლია აზრი თუ ასეთები იძებნება, რომ გონს მოდით მართლა, გონს მოდით, ვისაც შეუძლია გაგება, ის მიპოვის.